შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული წევრების სრული მხარდაჭერა დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს. ჰელსინკის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისა და მსოფლიო დემოკრატების ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი. ნინო სამყურაშვილი ისაუბრებს ახლა თემაზე ვრცლად პირდაპირ ეთერში და გაგვაცნობს ასევე იმასაც, თუ როგორ აფასებენ ჰელსინკის კომისიის ამ გზავნილს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები. თავდაპირველად დავიწყოთ ჰელსინკის კომისიის განცხადებით. ორპარტიული ამ კომისიის განცხადებაში საუბარი არის იმაზე, რომ ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა ქართველი ხალხის ახლა იმისათვის, რომ გათავისუფლებული იყვნენ აი ამ რუსული გავლენისგან და ამ ყველაფრიდანაც ძალიან კარგად ჩანს ის, თუ რამდენად ინფორმირებულები არიან დღეს სტრატეგიული პარტნიორები თუ რა ხდება საქართველოში და ამიტომაც მათი მხრიდან არის მოწოდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიო დემოკრატიების მიმართ, რომ მათ უნდა იმოქმედონ ახლა ქართულ ხალხს დაუდგნენ გვერდით იმისათვის, რომ თავისუფლებამ და დემოკრატიამ გაიმარჯვოს საქართველოში. ეს არის ის მთავარი გზავნილება, რომელიც ჰელსინკის კომისიას აქვს. ჰელსინკის კომისია ორპარტიული კომისიაა და ის ყოველთვის დგას საქართველოს გვერდით. ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელი ჯო ვილსონი არის მეგობარი აქტის ავტორი და ამ მეგობარ აქტში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ყველა იმ პირზე, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის საქართველოში, უნდა იყოს ფინანსური პერსონალური სანქციები დაწესებული და მთავარი მინიშნებებიც ახლაც ამ განცხადებაში ჰელსინკის კომისიის მხრიდან სწორედ გაკეთებული არის აი ამ სანქციებზე. ქართველები ჩართულნი არიან ეგზისტენციალურ ბრძოლაში თავიანთი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის. კონგრესის წევრები დგანან მათ გვერდით. ახლა დროა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიოს დემოკრატიებმა მიიღონ ზომები, რათა საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი. ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს ასეთი მხარდაჭერა. დღეს ჩვენ ჩავწერეთ საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, პოლიტოლოგები, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ რომ ახლა სანქციების ერთი ნაწილი ამ დროისთვის დაწესებული აქვს ქართულ ოცნებას, ოლიგარქიულ რეჟიმს, ეს ყველაფერი მიანიშნებს უკვე იმაზე, თუ რამდენად გვერდით დგანან სტრატეგიული პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდით და ამასთან ერთად მათი მხრიდან არის პირდაპირ გზავნილი იმაზე, რომ აუცილებელია, რომ ეს სანქციების პროცესი კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს და მთავარი მოთხოვნა და მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, დღესაც საქართველოდან არის ის, რომ უნდა დასანქცირდეს ყველა პასუხისმგებელი პირი, მათ შორის სანქციები უნდა დაუწესდეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს. ქართველმა ხალხმა დაასანქცირა ეს რუსული რეჟიმი და ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამიტომ დგას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ჩვენს გვერდით და ამიტომაც გამოხატავენ ასეთ ყოველდღიურ მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, ეს სანქციების რეჟიმი გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება ინდივიდუალური ქვეყნების ეროვნულ დონეზე სანქციების მიმართულებით და ეს არ იქნება მხოლოდ სავიზო სანქციები, იქნება შერეული ტიპი ამ სანქციებისა, სავიზო და ფინანსურ სანქციებთან ერთად. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების დასანქცირებულთა სიაში აუცილებლად მოხვდება ბიძინა ივანიშვილი, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი კობახიძე და ის ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, გამოუთხარონ დემოკრატიას ძირი. ნებისმიერი განცხადება, რომელსაც აკეთებს ეს კომისია, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და პირდაპირ აისახება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში. როდესაც ისინი გვეუბნებიან, რომ ქართულ ხალხს ჭირდება დახმარება, ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდება კონსოლიდაცია როგორც ზედა პალატის, ასევე ქვედა პალატის და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილებას და ძალიან კარგად ვიცით, ეს პოლიტიკის ცვლილება გამოიხატება არა მარტო სანქციებში, არამედ ზოგადად ქართული ოცნების კეთროვანად გამოცხადებაში და საბოლოო ჯამში მათი ლეგიტიმაციის არანაირ აღიარებაში. 28 ნოემბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ოლიგარქიულმა რეჟიმმა გამოაცხადა, რომ საქართველოს გზა აღარ არის ევროპული გზა, ღიად შეცვალეს საგარეო პოლიტიკური კურსი და ქვეყანა წაიყვანეს იზოლაციისკენ და რუსეთისკენ, უკვე სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 19 დეკემბერს დააწესა პერსონალური სანქციები და მაგნიცკის სიაში შეიყვანა ოლიგარქიული რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრი და ასევე დასანქცირებულები პერსონალურად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე გაერთიანებული სამეფოს მხრიდან არიან შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებიც. პერსონალური სანქციები დააწესეს ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და უკრაინამ.